ტელეკომპანია იმედი პოზიტივი და რუსთავიორი მოლდოვაში მინისტრთა კომიტეტის ხდომას ვერ გააშუქებენ. ევროპარლამენტმა ტელეკომპანია იმედს საქმიანობა 1 წლით დაუკრძალა, მოლდოვამ კი იმედს რუსთავიორსა და პოზიტივის აკრედიტაციაზე უარი განმარტებების გარეშე უთხრა. მართველი გუნდი მწვავედ აკრიტიკებს ევროპარლამენტსა და მოლდოვის გადაწყვეტილებას და აცხადებს, რომ ეს არის ანგარიშწორება ქართულ ხალხსთან. ოპოზიციაში კი ამბობენ, რომ ქართული ოცნება აღნიშნული მედია საშუალებებით ჰიბრიდულ ომს აწარმოებს და ქართულ საზოგადოებაზე და ეს მედია საშუალებები დამოუკიდებლები არ არიან. ტელეკომპანია იმედმა ოფიციალური წერილი მიიღო ევროპარლამენტისგან, რომლის თანახმადაც გადაწყვეტილება იმედის კვირაში გასულ რეპორტაჟს დაეფუძნა, სადაც ჟურნალისტი გასაუბრებას შეეცადა რასა იკნევიჩიანესთან. ტელეკომპანია იმედი მოლდოვის მთავრობის გადაწყვეტილებას პროფესიულ საქმიანობაში ხელი შეშლას და დამოუკიდებელ მედიაზე თავდასხმას უწოდებს. Sankციების მოყვარული კი არა, ამერიკიანები ყველა დასანქციებდეს ამ ქვეყანას პირიქით. და რო არ მინდოდა ამ კონსულტაციას რომ კონდეთ განსხვავებული აზრი, მაგრამ ის რომ მტრობდე ევროპას, მტრობდე უკრაინას და დასავლურ ნარატივებს მთლიანობაში და იჭერდე აშკარად რუსულ პროპაგანდისტულ მხარეს, ეს იქნებოდა პრობლემური, შეუძლებელი ხარ ეგზისტენციალურ ბრძოლაში არის რუსეთი ჩართული დასავლურ სამყაროსთან. ახლა დასავლურ სამყაროს უსაფრთხოების პრინციპებიდან გამომდინარე ვერ დარჩებოდა ახლა უმოქმედო ამ პირობებში. ამაზე ვსაუბრობდი ჩვენ, რომ ძალიან ლოგიკური იყო, ყველა ხვდებოდა ამას, რომ როდესაც ასე აქტიურად პროპაგანდისტულად დაიჭერდნენ კონკრეტული მედია საშუალებები რუსეთის მხარეს ამ შემთხვევაში და იმ ნარატივებს გაავრცელებდნენ, რომელსაც რუსეთი ავრცელებს, ანტიდასავლურ და ანტიევროპულს, ეს შედეგები დადგებოდა, ამაზე ვსაუბრობდით ჩვენ. ქართული ოცნების წევრები ზუსტად მაგას ვხვდებიან, რომ ეს ორმაგი სტანდარტი არ არის. ეს არის პირდაპირ პასუხი იმ რუსულ პროპაგანდაზე, რომელსაც სამწუხაროდ ეს ქართული არხები ახორციელებენ. როგორ შეიძლება მე რო კმაყოფილიყო, როგორ შეიძლება ნებისმიერ თქვენთაგანი კმაყოფილი იყოს ან ნებისმიერ საქართველოს მოქალაქე. პირიქით, ჩვენ აქაც შიგნით ქვეყნის შიგნით და ქვეყნის გარეთ ზუსტად მაგას ვამბობთ, რომ ხალხო გაანებეთ ამ ყველაფერს თავი. არ არის ეს სიკეთის მომტანი. არც თქვენი კომპანიებისთვის, ტელევიზიებისთვის, არც ქართული ხალხისთვის, არც პოლიტიკური პარტიებისთვის, არც შესაბამისად რუსული წარმომადგენლებისთვის. რუსეთის ტელევიზია ემსახურება რუსული პროპაგანდის გაძლიერებას ქვეყანაში. შესაბამისად, მას არ უნდა უკვირდეს, როდესაც ევროპულ ცივილიზებულ დასავლურ სივრცეში ეს ტელევიზიები და მათი ეს ნარატივი არის მიუღებელი. აქ მხარე შუაში ეს არის ჩვენ და სამწუხაროდ დღეს ისინი არ წარმოადგენენ თავისუფალ მედია საშუალებებს, ობიექტურ მედია საშუალებებს, ისინი სამწუხაროდ წლებია უკვე ემსახურებიან და აძლიერებენ რუსულ პროპაგანდას. ორმაგი სტანდარტზე აღარ ვისაუბროთ, იმიტომ რომ ეს არის პირდაპირ დევნა. ერთ-ერთმა ევროდეპუტატმა, ევროპარლამენტის დეპუტატმა განაცხადა, რომ ეს ჯერ სად არის, თუ კიდე წინ ელოდებათ. ჩვენ ისეთი რაღაცები გვაქვს მოფიქრებული. ანუ მან აღიარა, რომ ეს რაღაც ადმინისტრაციული წარმოება კი არ იყო რაღაცა გადაცდომის გამო, არამედ ეს იყო პოლიტიკური შეტევა. ეს არის პირდაპირ დევნა თავისუფალი სიტყვისა, რომელშიც მონაწილეობდა არა ადმინისტრაცია რაღაც დარღვევის გამო, არამედ ევროპარლამენტარებიც კი, რომ რათა დაესაჯათ ის ტელევიზიები, რომლებიც თავისუფალ სიტყვას ემსახურებიან. არავითარ სტანდარტზე არ ვისაუბრობთ, იმიტომ რომ არავითარი სტანდარტი არ არსებობს. უკვე კარგი ხანია ევროპარლამენტარების მხრიდან მათ არაფერი არ აინტერესებთ, რაც სიმართლესთან არის დაკავშირებული და თუ მათ მეინსტრიმს ოდნავ მაინც გადაცდები, ან კრიტიკული თვალით შეხედავ, ან განხილვას დაიწყებ, ხარ მათთვის მტერი, თავისუფალი სიტყვა მათთვის არის მტერი და პირდაპირ გადადიან სანქციებზე და დაშაზე.